ივანიშვილის არალეგიტიმური მთავრობის მეთაური, რომ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე არ მიიწვიეს, დღეს ირაკლი კობახიძის აპარატშიც დაგვიდასტურეს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ოცნების ხელმძღვანელობა მსოფლიოს ყველაზე მასშტაბურ და ავტორიტეტულ კონფერენციაზე, სადაც წელს 60 სახელმწიფოს მეთაური, 3000 ლიდერი და 350 სამთავრობო დელეგაციაა დაპატიჟებული არასასურველ სტუმრად გამოაცხადეს. არადა დავოსის ფორუმი, სადაც გლობალური ეკონომიკური საკითხები და შესაბამისად პოლიტიკური დღის წესრიგის განისაზღვრება 2013 წელს ივანიშვილისთვის ჯერ კიდევ ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი პლატფორმა იყო. თუმცა მაშინაც პრემიერი ოლიგარქი ივანიშვილი ამ ფორუმზე საქართველოს როგორც ინვესტორებისთვის მიმზიდველი ქვეყნის დისკრედიტაციას დიდი ენთუზიაზმით ცდილობდა. შეკითხვა დამისვეს ეს მე-9 ადგილზე რო ვართ ჩვენ ბიზნესის CEO-ლით სოფლიოში ის გავაანალიზე პლუსები მინუსები უთხარი ხელოვნურობაზეც გავაკეთე აქცენტი რომ ძალიან ბევრი ეს ხელოვნურადაა შექმნილი და დავარწმუნე რომ ამ მე-9 ადგილით საქართველოში ინვესტიციები არ შემოდიოდა და მე-9 ადგილი არ არის გადამწყვეტი და ის პროცესები რომ მართლა შეიძლება ერთ დღეში დააფუძნო კამპანია და ის რომ საბაჟოზე შეიძლება ძალიან სწრაფად გამოიტანო ტვირთი და კიდევ სხვა პლუსები რაც არსებობს რეალურად არაფერს არ განსაზღვრავს და არაფერს არ წყვეტს. 2013 წელს ივანიშვილი დავოსში სბერბანკის მიერ ორგანიზებულ ეგრეთ წოდებულ რუსულ საუზმეზე იყო დაპატიჟებული, რომელსაც ანატოლი ჩუბაისი, რუსეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრი ალექსეი კუდრინიც ესწრებოდნენ. წლების განმავლობაში ამ ფორუმზე ინტენსიურად დადიოდნენ ირაკლი ღარიბაშვილი, მამუკა ბახტაძე, გიორგი კვირიკაშვილი, გიორგი გახარია. შარშან საქართველოს დავოსის ძალიან პრესტიჟულ ეკონომიკურ ფორუმზე ისევ ირაკლი ღარიბაშვილი წარმოადგენდა, თუმცა შარშანაც დისკუსია იმაზე მიმდინარეობდა, რომ მას გამოსვლები შედარებით მეორე ხარისხოვან პანელებზე ჰქონდა და რაც თავარია, სერბეთის ლიდერის, რუსეთის მოკავშირე ალექსეი ვუჩიჩის გვერდით იჯდა. ირაკლი კობახიძეს კი ეს პრივილეგია საერთოდ აღარ ერგო. ეს გადაწყვეტილება რომ არ მიიღო მონაწილეობა არც დავოსში ეკონომიკურ ფორუმზე და არც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, განპირობებულია იმით, რომ იქ ჩავიდნენ ხელსა ჩამოართვეს არავინ. დავოსში კიდე ალბათ რაღაცა პატარა შანსი შეიძლება ყოფილიყო, რომ რომელიმე არაბ შეიხს მაინც ჩამოერთვა ხელი, მაგრამ იმის მერაც არ ქონდა სანიგიძემ დაატრიალეს იქ, საუბრობთ მაგ შანსის დაგარგეს. ამიტომ იქ ჩასვას აზრი არ აქვს. ამიტომ არ ჩადიან უბრალოდ იმის გამო, რომ ხელის ჩამოთვები არავინ არ აქვს. არაღიარების პოლიტიკა მუშაობს კარგად, რასაც ვუყურებთ, ჩვენი ერთობლივი ქმედებები, ჩვენი ერთობლივი მიმართვებით, ჩვენ დასავლელ პარტნიორებზე და პარტნიორებთან გამოაჩინა ის, რომ ისინი უკვე სრულიად იზოლაციაში ექცევიან, ქართული ოცნება სრულიად იზოლაციაში მოექცა და ეს ამ იზოლაციის შედეგი არის ის, რომ ისინი არ მიიღებენ ას დავოსის კონფერენციაში მონაწილეობას და არც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში, რომელიც მნიშვნელოვანი იქნებოდა ქვეყნისთვის რეალურად ისეთ ეპოქაში ვართ, თუმცა ქართულმა ოცნებამ აირჩია სრული იზოლაცია და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ბრძოლა. ევროკავშირის გადაწყვეტილებით ივანიშვილის არაღიარებულ რეჟიმთან უმაღლესი დონის შეხვედრები შეწყვეტილია. ამიტომ სრულიად ბუნებრივია, რომ კობახიძემ მიწვევა კიდევ ერთ ძალიან მასშტაბურ და პრესტიჟულ მიუნხენის კონფერენციაზეც ვეღარ მიიღო. მიუნხენის 61-ე ფორუმი, სადაც მსოფლიოს პოლიტიკური ლიდერები, გავლენიანი ადამიანები იკრიბებიან, ისე ჩაივლის, რომ ოცნების წევრებიდან მას არავინ დაესწრება. ესეც პირველად ხდება და ესეც ოლიგარქი ივანიშვილის მმართველობის მე-13 წელს. ეს არის საერთაშორისო იზოლაციის მორიგი გამოვლინება, სადაც ივანიშვილის არაღიარებულ, არალეგიტიმურ, ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას არ აქვს საერთაშორისო აღიარება და შესაბამისად არაღიარების პირობებში არ აქვს არც მოწვევა, არსად იქნება ეს მიუნხენი, დავოსი, ვაშინგტონი თუ ნებისმიერი სხვა მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორუმი, სადაც წყდება პოლიტიკა და იქ, სადაც წყდება მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური საკითხები, რაც საქართველოსთვის გადამწყვეტი და ღირებულია. სამწუხაროდ ქართული ოცნების პირობებში საქართველო გამოაკლდება ამ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმსაც. ერთადერთი არჩევანი და გამოსავალი არის ხელისუფლებიდან რუსული რეჟიმის და ივანიშვილის ჩამოშორება. ეკონომიკური თვალსაზრისით ეს გამოიყენებოდა ახალი ინვესტორების, ახალი ეკონომიკური აქტორების მოსაზიდად. ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა. სოფლიოს ყველა ქვეყნიდან იქ იყრიან თავს ეკონომიკური აქტორები და საქართველოსთვის ეს იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა ახალი ურთიერთობების ფორმირების და აი ამ ადამიანების საქართველოში მოსაზიდად, ახალი ინვესტორების მოსაზიდად და ამ შესაძლებლობის არ გამოყენება, ქვეყნისთვის იქნება ძალიან ცუდი.
შარშან მიუნხენის კონფერენციაზე სალომე ზურაბიშვილი იყო მიწვეული და ის საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე ევროპელ ლიდერებთან ერთად დისკუსიაში იყო ჩართული. მაშინ როდესაც ივანიშვილის რეჟიმს ილია დარჩიაშვილი წარმოადგენდა. თუმცა მისი შეხვედრების შესახებ მწირი ინფორმაციაა. სალომე ზურაბიშვილი კი 2024 წელს ამ ფორუმზე ვოლოდიმერ ზელენსკის შეხვდა. წელს მიუნხენის 71-ე კონფერენცია თებერვლის შუა რიცხვებში იმართება. სავარაუდოდ ამ დროს ოცნების ლიდერებს ევროკავშირის სანქციებიც წამოეწევათ, რომლის მიხედვითაც ოცნების არალეგიტიმურ მაღალჩინოსნებს ევროპაში ვიზებით მოუწევთ გადაადგილება. თუმცა ამის მიუხედავადაც მათთან შეხვედრას და ხელის ჩამორთმევას უმაღლეს დონეზე ამ ეტაპზე არავინ მოინდომებს.